Marita წაღარა დამემართა. მოკლედ ხალხო. ყველას მოგესალმებით. ვლოგი დაიწყო. დილით მოკლედ გავიღვიძე დავიწყე პირველ რიგში ვიცი ხოლმე სახლის საქმეებიდან სარეცხის გარეცხვა რა შეყრა სარეცხ მანქანაში და რამდენიმე რეისად ვრეცხავ ხოლმე ასე ვთქვათ და დღეს მოკლედ გავრეცხე ორჯერ მეთქი მესავეთაც შევყრით ხო რაღაცეებს და ჩავასხი ეს სარეცხი ფხვნილები და რაღაცეები, მერე გავედი, ავიღე ეს სარეცხები და დავაწვე შემოსასვლელში. იმიტომ რომ აბაზანა დაკავებული იყო და მეთქი ცოტა ხანში შევიდან თქო და ჩავრთავთ თქო. მერე გავერთე რაღაცები, გავაკეთე იქით, აქეთ და რომ მივედი, აღარ შევხედე, პირდაპირ მივხურე კარები მანქანის და ჩავრთე. რო გავიდე 30 წუთი მეთქი ხაბა წავალ ამოვიღებ სარეცხს გავფენ თქო და გავახე ცარიელი დავხოდა კაფები და არ დავხვიჭი და არ ვიცი იმედი არა ხო და მოკლედ თურმე არ ჩამიდია რაღაცნაირად ამომივარდა დავიდა და ცარიელი მანქანა ჩავრთე მეთქი საწავიდა პირველი რეაქცია საწავიდა სარეცხი ტრუბებმა ხوار შეიწოვა. სად გაკრა ჩემი სარეცხი და უცებ დამარტყა თავში რომ ჩემი სარეცხი თურმე შემოსასვლელში დამიტოვებია და აი ესე ხანდახან არა ესეთი რამე არ მომწლია არასდროს ახლა არ ვიცი რა დამემართა. რაღაცეთ ვიფიქრე ჩავდე და არ შევხედე ესე მივხურე კარები და დავაჭირე. ხო და იმედი არ გაფუჭდება ვინმეს გაგირეცხავთ ცარიელი. ვინმეს ჩაგირთოთ ცარიელი სარეცხი მანქანა დამიმშვიდეთ გული იმედი არ გაფუჭდება. ეხლა თავიდან ჩავრთე. ხო რაღაცა აი ბევრი სარეცხები არის ეს დიდი რაღაცები ადიელები და ესეთი რაღაცეები და ეხლა კარგი ამინდები რო არის ვცდილობ რომ ყველაფერი მოვასწრო გავრეცხო მერე წვიმები რო დაიწყება ვერაფერს ვეღარ გავრეცხო და ამ კარგ ამინდებში ყველაფერს რეცხავ და აი ესეთი ის მომივიდა ფეილი მეგობრებო ვინმეს თუ მოგსულიათ დაწერეთ კომენტარებში მე პირველად დამემართა ესეთი რამე აი მელაშას არ უთხრათ ხა ამდენი რამე რომ დავხარჯეთ ყოველად დენი წყალი ხვნილი დრო და რა ვიცი აბა მაგრამ რას ვიზავთ ესეც ხდება ხოლმე ხო და ესე აქაბდა ჩემი მანქანა დილა მშვიდობისა, პრინციპში რაღა დილა, დღე მშვიდობისა ყველას, ჩემთან დღე არის, თქვენთან არ ვიცი რა დრო არის, როდის უყურებთ ვლოგს. ჩემი დილა დაიწყო, როგორც უკვე გითხარით, სარეცხების შეყრით. ეხლა გავფენ ყველაფერს, ასევე უნდა მოვამზადო სადილი დღეს. დღეს გეგმაში მაქვს წვნიანი, კერძოდ ბორში. დღეს აკეთებ? კი, იმიტომ რომ უკვე ძალიან მოგვენატრა საახალწლო საჭმელების მერე რამე ისეთი წვნიანი რამდენი დღეა მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ ხანსად გავედით, გუშინაც არ ვიყავი მთელი დღე სახლში, გუშინ წინაც თუ გახსოვთ ვიყავი დედაჩემთან და მოკლედ ისევ საახალწლო სუფრები იშლებოდა რაც ჩამოვედით და ეხა მინდა რომ უკვე ესეთი რუტინული ჭმელები დავიწყო. მომენატრა და ბავშვებიც უკვე თხოვენ რომ წვნიანი გააკეთეო რამეო და ბორში კიდე ყველას გვიყვარს ამიტომ ეხა შევუდგები საქმეებს მეგობრებო ჩემი პრიჩუსკარში იმჩნიოთ უბრალოდ მოვაშორეთ მები და აი ესეც უნდა რაღაცნაირად ესე გადავახვიო ეხლა და ისე გავაკეთო ხელი არ შემიშალოს დღეს გადასარევი ამინდია მე ვერ გვიძნობ რომ ზამთარია გაზაფხულია თბილისში კარტოფილი დავადგი მოსახარშად მოვთუშოთ ხახვი ასევე რა თქმა უნდა სტაფილო და ჭარხალი მოვთუშოთ ეს ყველაფერი ერთად ამასობაში ტომატიანი წყალიც აღუვიე და დავასხი და მანამდე კიდე ცოტა ძმარი
დავასხი და ეხლა ეს რო წამოდუხდება ეს მასა გადავიტან აი ამ ქვაბში, სადაც კარტოფილი იხარშება. მოკლედ ამ ყველაფერს კომბოსტოც დავამატე და დარჩა დასამატებელი კიდე ცოტა ჭარხალს დავამატებ და ბოლოს მწვანეს. აი ამ ჭარხალს დავამატებ ცოტას, აქ კიდე ცოტა ლიმონი ჩავაწურე, ესე ჩავამატე ჭარხალი. კინძიდან იური ერთად დავნაყე. ეს ამას ყოველთვის არ ვაკეთებ ხოლმე, უბრალოდ როცა არ მეზარება, თორე ისე მწვანილთან ერთად ჩვეულებრივად ვყრი ხოლმე კინძს და ცალკე ნიორსაც დაჭყლეტილს ვყრი ხოლმე ცალკე, მაგრამ არ ვიცი, მგონია რომ ეს უფრო გემრიელი არის და ხანდახან როცა არ მეზარება, ესეც ვაკეთებ. მოკლედ კინძი, ნიორი, მარილი და ბოლოს ჩავყრი კამას და ოხრახუშს. და დავასრულებ. ბორში მზად არის. საკმაოდ ბევრი გამოვიდა ისე. ყოველთვის მინდა რომ ცოტა გავაკეთო, მაგრამ არ გამომდის. აი ესეთი გადასარევი ამინდი არის დღეს, მეგობრებო. ეს თუ იანვარია ეხლა. მზეზე ისე ცხელა რომ რა ვიცი. სხვათა შორის TikTok-ზე ვიდეოებიც მხვდება. როგორ გადიან პლაჟზე ბათუმში და იღებენ რუჯს. ესეთი მზე არის. ნიავი არ იწვრის, ჩიტები დაფრინავენ. რა ვიცი, გაზაფხულია თუ ზაფხული. ესეც ჩემი დღევანდელი ყავა. დღეს ვსვავ ნალექიანს, რაღაც ტუმღაც მომინდა. ესეც ჩემმა გამომატანა იმ დღეს და იმის მერე არ გამისინჯავს, ეხლა უნდა გავსინჯო და ეს მანდარინი ძალიან მიყვარს, ნამცხვარი და ხილი, აი ესეთი მჟავე ხილი. კივი, მანდარინი, პორტოხალი ერთად ვაყოლებ ხოლმე ნამცხრებს, განსაკუთრებით ტორტებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამცხვარს მივაყოლებ. არ ვიცი რატომღაც ესე მიყვარს. ხა და ეხლა მიქნება ესეთი განტვირთვა და მე ვნახოთ აბა კიდე რა გამახსენდება. რა მაქვს გასაკეთებელი. და აი დადგა მეგობრებო ის ნანატრი მომენტი ყავის დალევის, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, დალაგების და სახლის საქმეების მერე რომ ვსავთ ხოლმე ყავას. ძალიან გემრიელია. ყველაზე გემრიელია, დილის ყავაზე გემრიელია, მეგობრებო, ჩემი აზრით. თქვენ როგორ ფიქრობთ? დღეს დილიდან, დღეს ძალიან ადრე ავდექი, 7 საათზე, რაც არ მჩვევია, მაგვიძალის პირველივე სიგნალზე რაღაცნაირად გამეღვიძა, რაც არასდროს არ ხდება ხოლმე. როგორც წესი ვაყენებ 7-ზე, 8-ზე და 9-ზე. დავდგები ხოლმე 10-ზე. მაგრამ ამჯერად ეს დასვენებებზე რა თქმა უნდა, თორე სკოლის პერიოდში მიწევს სხვა გზა არ მაქვს. მიწევს უფრო ადრე ადგომა. ხა და მოკლედ დღეს 7 საათზე გამეღვიძა და ძალიან მინდა რომ ვისწავლო ადრე ადგომა. ისევ მქონდა ადრე პერიოდი, როცა ვდგებოდი ხოლმე ადრე და ძალიან ბევრ ამას ვასწრებდი. ეხლა ეგრე მინდა. ყველაზე ძალიან დილით ადგომა ადრე, იმიტომ მიყვარს, რომ ყველას ძინავს, სიჩუმეა, სიწყნარია და მე ვჯდები ხოლმე ჩემს აი ესეთ საყვარლობა ბლოკნოტებთან ერთად და რაღაცებს ვწერ, ჩემს რაღაც გეგმებს. ნახეთ ის საყვარელია, ეს ჩემო გამომწერმა მაჩუკა. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ სოფიას. მოკლედ ეს არის 2024-ის და 2025-ის ბლოკნოტი ჩემი. ყოველ წელს ახალი ბლოკნოტები მაქვს. არ ვიცი ის ცოტა პატარაა, მეყოფა თუ არა. მთელ წელს, როდესაც რაღაცას ვაკეთებ,
სულ მჭირდება, სულ რაღაც პატარა ფურცლები მაქვს ყველგან თელ სახლში. ჩემი პატარა ფურცლები არის to-do list-ები, რა მაქვს გასაკეთებელი დღეს. და ყველა მიცის, რომ სულ წერ ეგეთ რაღაცებს. არ ვიცი, ესე უფრო ის კი არა, რომ ვერ ვიმახსოვრებ რა მაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ ესე უფრო მექმნება ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ არის და დალაგებული მაქვს ცხოვრება. ყველაფერს ჩამოვწერ. რა მაქვს გასაკეთებელი, მაგალითად ამ თვეში, ამ კვირაში, კონკრეტულ დღეს, მაშინ უფრო დაწყნარებულად ვარ ხოლმე, ეს ყველაფერი ჩამოწერილი რომ მაქვს ხოლმე და მე უბრალოდ ბწიჩკების დასმა რომ მჭირდება და გიждები მაგ მომენტს. აი, ეგ არის ჩემი ძალიან ბედნიერი მომენტი, ერთ-ერთი, როცა რაღაც საქმეს ვასრულებ და მე ბწიჩკას ვაკეთებ. ხოდა მოკლედ ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცეები. და დღესაც აი ესე რახან ადრე ავდექი და მქონდა ცოტა დრო, ჩამოვჯექი, ისე კოხტად ლამაზად, ჩამოვწერე ჩემი რაღაც გეგმები, რის გაკეთება მინდა. ზოგადად 2025 წელს ამ თვეში, ამ კვირაში და კონკრეტულად დღეს. და მოკლედ ეს რაღაც რო ვაკეთებ, მე შვიდდები და უფრო წყნარად ვარ და მგონია რომ ყველაფერს ვაკონტროლებ. თუმცა ვიცი რომ ეგრე არ არის. ნებისმიერ მომენტში შეიძლება აირიოს გეგმები, მაგრამ მაინც მაწყნარებს ეგ მომენტი და წერეთ ვინმე თუ ეგრე ხართ, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ არავინ არ არის ხოლმე მასე, ყველას უყვირს ხოლმე ჩემი ეს ბლოკნოტების სიყვარული. აი ესეთი ამბები. ეს მანდარინი რო შევჭამი, ნამცხარი აღარ მომინდა. სხვათა შორის, ეხლა ამ იანვრის კონტენტ გეგმაც ჩამოვწერე ჩემი რაღაც ვიდეოების დასახელებები, რომლებიც მინდა რომ გადავიღო და ძალიან მინდა რომ გამომივიდეს ეგ ამბავი და აუცილებლად ვეცდები ძალიან რომ ყოველდღიური ვლოგების გარდა შემოგთავაზოთ რამე ისეთი თემატური ვიდეოებიც, რომლებიც ადრე მქონდა ხოლმე არხზე და პირადად მე ძალიან მიყვარს ესეთი თემატური ვლოგები. უბრალოდ ეხა ბოლო დროს გადავერთე ცოტა ის ყოველდღიურ ვლოგებზე, მაგრამ ადრე როგორ ვლოგებსაც ვიღებდი, ეგ ფორმატი ძალიან მიყვარს. ზოგადად რაღაცა ისეთი თემატური ვიდეოები რა, აი რომ დაჯდები ესე კამერის წინ და რაღაცაზე ისაუბრებ, რაღაც კონკრეტულ თემაზე, თავის რაღაცა რავი, ჩასმებით და მთელი ამბებით, ეგ ძალიან მიყვარს. თუმცა ძალიან შრომატევადი კი არის, იმიტომ რომ თემა უნდა მოიძიო, კარგად დაალაგო, რომ საინტერესო იყოს, ზედმეტი პაუზები და ზედმეტი წყლის ნაყვაც არ მიყვარს ვიდეოებში, ესეთ თემატურ ვიდეოებში. იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ყავის დალევა, სადაც ლაპარაკობ თან არაფერზე, თან ყველაფერზე, ეს არის რაღაც კონკრეტული თემა, რაც თქვათ ადამიანს აინტერესებს და უნდა იყოს ყველაფერი ჩოტკა, რო იყვიან პაჯელუ და მინდა რომ ესეთი ვიდეოებიც მქონდეს ხოლმე შიგადაშიგ. ასე რომ თქვენს დამიწერეთ რამე თემები, რაზეც გინდათ რომ გავაკეთო ვიდეო. ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის რამდენიმე თემა ამოვიწერე ჩემს ბლოგნოტში. აი ლაივებში ხშირად რასაც მეუბნებიან ხოლმე გოგოები, რაღაც იდეები მომაწოდეს და ეგენი ამოვიწერე და გავაკეთებ აუცილებლად. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დამიწეროთ რა გაინტერესებთ. იქნება და გადავიღო ამაზეც ვიდეო. ნახოთ, მოკლედ ეხლა ვარ ძალიან მონდომებული, ძალიან მინდა რომ არსად არ წავიდეს ეს ჩემი ენერგია და мотивация. ღმერთს ვთხოვ, ესე ვიყო მთელი წელი და არაფერმა შემიშალოს ხელი. ვინც მისურვებთ წარმატებებს, ძალიან დიდი მადლობა. თქვენც ასევე წარმატებები თქვენ საქმეში, ჩემო კარგებო და ძვირფასებო. ძალიან მომხნევებთ მართლა. ვინც ხშირად წერთ ხოლმე
კომენტარებს, პირადშიც მწერთ ხოლმე Instagram-ზე. გოგოები ძალიან სასიამოვნო არის, მართლა ვისები ხოლმე. სითბოთი და სიყვარულით ისეთ კარგ კომენტარებს მწერთ ხოლმე პირადში და დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან მაგარი არის, აი ბლოგერობის ერთ-ერთი კარგი მხარეც ეს არის, რომ ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობ ადამიანებისგან და რა ვიცი, ამაზე ღირებული რა უნდა იყოს. ჩემო კარგებო და ძვირფასებო, აქ უნდა დავასრულო დღევანდელი ვლოგი, მაგრამ აუცილებლად დაელოდეთ შემდეგ ვლოგს, გპირდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო და ეხლა აუცილებლად უნდა გადავიღო ეს ვლოგი, რომ თქვენთვის იყოს უკვე ხვალ, ამიტომ ეხლა უნდა გამიშვათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად შევხვდებით ისევ აქ ჩემს არხზე. ვისაც არ გყავართ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ, თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ჩემი ვლოგი. აქ იქნება როგორც ვლოგები ოჯახური, რა ვიცი, სახლის დალაგება, რაღაც რეცეპტები, ასევე იქნება მაკიაჟები და რა ვიცი, ესეთი სხვადასხვა საინტერესო ვიდეოები. მოკლედ, ყველას უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო. მე კი გემშვიდობებით. ხვალამდე, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ნუ გავიწყდებათ ხოლმე ლაიქები, იმიტომ რომ მე მავიწყდება თქმა და მოკლედ მომავალ ვიდეომდე. კარგად.